სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების კვოტების დამტკიცების გადაწყვეტილებას კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა უნივერსიტეტების ნაწილში. მათი შეფასებით განათლების რეფორმა და მის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები განათლების ხარისხს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაკეთდა განმარტება მმართველ გუნდში. როდესაც მათი მთავარი გამომხმაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ კი იქ ვინმე არის გულწრფელი. და თუ კი ეხა ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, გასაგებია მაშინ რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი? არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ეხლა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც შეეხება, ამაზეც უკვე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მათ შორის ისაუბრა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე. რაც იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არა აქვს რომელიღაცა ფაკულტეტის დეკანს, არ ვიცი, ან ფაკულტეტის თანამშრომელს, რთული ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, არც არავინ არ ეწინააღმდეგება.